დილის სამინისტრო რადიო ილზე. მოკლედ დაგიბრუნდით სტუმართან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ თეა კანდელაკი, პოეტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მინდა გითხრათ, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 5 საათზე გაიმართება მისი წიგნის პრეზენტაცია ცისფერ ცრამთა ძოწისფერი ნაფეხურები. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ემიგრაციას და რასაკვირველია თეას პოეზიაზე. თეა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე მგონი ადაპტაცია ცოტა რთულია, ხო? ამერიკიდან პირდაპირ საქართველოში დღეღამის განსხვავება, მაგრამ შვენიერ ფორმაში ხართ, მინდა გითხრათ. უმეტესი მადლობა. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისთვის, ხარში დგომისთვის. რა თქმა უნდა, რაც შეეხება ადაპტირებას, ესე არასდროს გამჭირვებია. საპატიო მისია ხართ ახლა ჩამოსული. მაგრამ მადლობა უფას, რომ დღეს აქ ვარ, საქართველოში ვარ და ყველაფერი ალბათ ღვთისგანგებით იმედია, რომ ყველაფერი კარგად წავა. ჩვენ ვიდრე უშუალოდ წიგნზე და პრეზენტაციაზე ვისაუბრებთ, დილიდან ვაანონსებთ, რომ 98 წლიდან მოგიწიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა. რა საქმიანობთ იქ? ფაქტობრივად თითქმის 20 წელი სრულდება, რაც საქართველოში აღარ ხართ. როგორია ემიგრაციაში ყოფნა, ცხოვრება, ალბათ მუდმივი? ემიგრაციაში, რა თქმა უნდა. ემიგრაციის პირველი შტრიხი, რაც შეიძლება, რომ ჩვენი თანამგზავრი იყოს და ამის გარეშე არ მეგულება მე არც ერთი ემიგრანტი, ეს არის ნოსტალგიური თავისებურება. ძალიან მძიმე პერიოდი იყო პირველი 3 წელი, მოგეხსენებათ, უსაშინლესი და უმძიმესი, მაგრამ ალბათ მართალია ეს გამონათქვამი, დრო ყველაფრის მკურნალია, რაღაც 3 წლის შემდეგ უფრო იოლი გახდა ცხოვრება, ადაპტირება უფრო შესაძლებელი იყო. ჩემი მოღვაწეობა რაც შეეხება ნიუ-იორკში ამჟამინდელი არის ვარ home health aid-ი. მოდი განვუმარტოთ ხომ სმენელს ეს home health aid-ი რას ნიშნავს? ეს არის ოფიციალურად, როდესაც თქვენ მუშაობთ ადამიანის მომვლელად, რომელსაც სჭირდება მოვლა პატრონობა, არის PCA და HHA ესეთი განსხვავებით. მე ვარ HHA და ვარ აგრეთვე ქორეოგრაფი. ვასწავლი Queens-ის ქართველ ებრაელთა თემს, რაც ძალიან მიამაყება და ეს არის ჩემი სულის მასაზრდოვებელი მხარე, როდესაც მივდივარ დარბაზში შევდივარ და იქ უკვე 4 დოლი მიდის, ეს არის უკვე ჩემი ცხოვრება. ბრუნდები ისევ საქართველოში და მე აი ამ პერიოდში უკვე ვეღარ ვგრძნობ, რომ ვარ ემიგრანტი. თუმცა უკვე სადღაც 15 წელია ვარ ამერიკის მოქალაქე. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში მავიწყდება, რომ ვარ ემიგრანტი და ამერიკის მოქალაქე. 1998 წლიდან ხართ ამერიკაში და საკმაოდ დიდი გზა გაიარეთ. ეხლა მე რო ვუყურებ თქვენს ბიოგრაფიას, საინტერესოა ის, რომ უბრალოდ თქვენს კარიერას, ხო 2002 წელს თქვენ დაიწყეთ კარიერა ფოტომოდელობით. შემდეგ თავი დაანებეთ რატომღაც და გადახვედით, ასე ვთქვათ, და დაიწყეთ ლექსების წერა. ანუ თუმცაღა ბავშვობის ასაკიდან წერით, მაგრამ რაც შეეხება შტატებს, ხო, ფოტომოდელობა, შემდეგ მოყვა უბრალოდ ხართ წერობა და შემდეგ პოეზია. ეს არის ძალიან ისეთი ტრანსფორმაცია, ხო? საინტერესო და ძალიან შესაძლებელია ითქვას, კი. ძალიან რაღაცა განსაკუთრებულია. და მე ხა თვალი გადავავლე თქვენს პოეზიას და მინდა მსმენელს უთხრა, რომ მართლაც არაჩვეულებრივი ლექსებია და ეს ყველა ლექსი მე როგორც ვიცი დაიწერა ამერიკაში. ამ წიგნში შესული გარკვეული ნაწილი დიახ შეიქმნა ამერიკაში, რა თქმა უნდა, 18 წელია. თუ რამე სხვა მიზეზი არსებობდა? რა არის იცით, ალბათ ყველაფერმა ერთად. იმიტომ რომ ეს საერთოდ ჩემი სულის განუყოფელი ნაწილია საქართველო. ამის გარეშე და მე ვერ ვგრძნობ ეს მონატრება და ნოსტალგია როდიდან მეწვია, იმიტომ რომ აქ ცხოვრების დროსაც ძალიან ხშირად მიწევდა ხოლმე მოგზაურობა საზღვარგარეთ ცეკვის ანსამბლებით და ეს ჩემი განუყოფელი ცხოვრების ნაწილი გახდა. თუმცა ამერიკამ ძალიან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, თვალთახედვა, სულიერი მდგომარეობა და რა თქმა უნდა უმეტესი ნაწილი უფრო იქ შეიქმნა. რა ტიპის ლექსებზეა საუბარი? აი რა ლექსებიც თქვათ ამ გამოცემაში ამ კრებულში შევიდა? ამ კრებულში შესულია ჩემი ლექსების მთლიანად ქრონოლოგია ფაქტიურად და რატომ? იმის გამო რომ ეს არის პირველი წიგნი, ჩავთვალე საჭიროდ რომ მკითხველს მივაწოდო ჩემი სულის ზრდა
პირველი საფეხურიდან დღევანდელ დღემდე და ასეც არის დალაგებული პოეზია ქრონოლოგიურად სულის განვითარების ეტაპები და უშუალოდ რას ვანიჭებდი პირველ თვალთახედვას და უშუალოდ სულიერ მდგომარეობაში შემდეგ როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი დღესამომდე ისე რომ და ამ წიგნის პრეზენტაცია შედგება ხოლმე და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში საქართველოში რატომ გადავწყვიტე ალბათ არ მიწყენ ჩვენი მკითხველი თუ ვიტყვი რომ ყველაზე კრიტიკული და ყველაზე ბრჭყალებში ცუდი მაყურებელი და მსმენელები ვართ რა თქმა უნდა ეს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმით შემიძლია ავხსნა იცით რა არის ვიფიქრე რომ ამერიკაში გამეკეთებინა პრეზენტაცია მაგრამ იქ ყველა ჩემი მეგობარი ჩემს გვერდით მდგომია და ყველა რა თქმა უნდა მომეფერება ტარს და მიკრავს ჩამიხუტებს და ის კრიტიკა რომელიც შეიძლება მე საქართველოდან ვიგრძნო ის პროფესიონალური კრიტიკა იქ შეიძლება არ ყოფილიყო ამიტომ მე ჩავთვალე საჭიროდ რომ აი ის ფუძე რომელმაც მე გამზარდა თუნდაც ხელოვნად ხო ხელოვან ადამიანად აი მათგან მოვისმინო კრიტიკა შეფასება ცენზურა და ასე შემდეგ და ეს არის ის ჩემაკვანს დავუბრუნდი ისე რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მე ხა წიგს გადავავლეთ თვალი და არაჩვეულებრივი ილუსტრაციებია და თქვენ ნამდვილად ხართ ხატმწერი მადლობა და მინდა ამ თემაზეც ვისაუბროთ თქმა უნდა ნინო ხატმწერი ესე იგი მე ვთვლი რომ ძალიან მაღალი შეფასება და ხმამაღალი ნათქვამია იმიტომ რომ ნამუშევრებია წარმოდგენილი რომ მე დიდი მადლობა მაგრამ ეხლა მაშინ ვიტყვი ჩემს აი ამ მდგომარეობას როგორ არის ნათქვამი ცოტა გამხელილი სჯობს თუ არა გამხილი პირდაპირ თუ დაუშვათ ეხლა მისმას ჩემი ხატვის მასწავლებელი სკოლიდან იმედია ეხლა მაინც მიხვდება რაში მდგომარეობდა ჩემი ნიჭი ჩემი კლასელები მიხატავდნენ ხომ და მიხაზავდნენ ხშირად მე არც რომ მქონდა და არც სიყვარული ამ სფეროსი რატომღაც და სულ შემთხვევით დავიწყე ხატების წერა ესეც ამერიკაში ხატების წერა რასაც ქვია ამერიკაში დავიწყე თუმცა კარგო მეოთხე კლასიდან დავიწყე მხოლოდ და მხოლოდ ხატების რაც შეეხება ხატების წერას ძალიან დიდი სურვილი მქონდა და იმდენად ცხოველური სურვილი იყო რომ წინ ვერ აღვუდექი თუმცა გააზრებულად ვიცოდი რომ ეს იყო ცოდვა თუ კურთხევის გარეშე მოვკიდებდი ამ ყველაფერს ხელს მაგრამ ვერ აღვუდექი ჩემს სურვილს დავურეკე ჩემს მეგობარ ლალი რუაძეს რომელიც არის უნიჭიერესი მხატვარი უძლიერესი პიროვნება და ვთხოვე რომ თუ ქონდა საშუალება თუნდაც ნახმარი ფუნჯების და აი ამ ხელსაწყობის რითიც შეიძლებოდა ან დააფაყოფილიყო ან საღებავები რომ ჩემთვის მოეწვინა და შუაღამისას იმდენად ვაიძულე რომ ეს ყველაფერი მომაწოდა რაღაც ელვისებური სისწრაფით მოიხაზა პირველი ხატი 16-20 ინჩის ზომისა ეს იყო მფარველი ანგელოზის ხატი ამ ყველაფერს მოყვა წმინდა ნიკოლოზის ხატის დაწერა და შემდეგ მოყვა მაცხოვრის ხატი პანტოკრატოსი თუმცა საცოდაობა იყო იმის ყურება მე როგორ ვხმარობ ფუნჯებს რომ გენახათ ფუნჯის ხმარება არ ვიცი ანუ ხაზის გავლება როგორ უნდა გავავლო სწორი და თხელი ან წვრილი ხაზი ნამდვილად არ ვიცი არ შეიძლება მე მეწოდოს მხატვარი ან მით უმეტეს ხატმწერი მაგრამ აი ეს მადლობა უფალს რომ ჩემი ხელით მართლაც სასწაულებრივად შეიქმნა ეს სამი ხატი რომელიც მე ძალიან არ ამიტარებთ ამ ნიჭს თქვათ იგივე პროფესიული თვალსაზრისით არ შეიძლება რომ იმუშაოთ თქვათ პედაგოგთან ერთად იცით რა არის იყო ამის ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამის და პირველი ჩემი ორი ხატი აკურთხეს მანჰეტენში მეორე ავენიუზე ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა კრისტოფერმა და მან შემომთავაზა რომ იმდენად მოეწონა ეს ხატები რომ შემომთავაზა გამეყიდა ვერანაირი თანხა ვერ დავადე ვიუარე და კურთხევის შემდეგ წამოვაბრძანე სახლში და შემდეგ იმდენად დიდი მორიდება ვიგრძენი ამ უკვე აკურთხე ხატების ეს უზარმაზარია ხო მაინც 16-20 ინჩის და გამიჩნდა ძალიან დიდი კრძალვა ამ ნაკურთხები ხატების და გადავწყვიტე რომ აი ამ ნიჭის სამადლოდ რაც მე ხა ამ წუთისთვის უფალმა მომცა და შევქმენი ხატები რომ საჩუქრად გადამეცა ეკლესიისთვის და ესე იგი ამ საკათედრო ტაძარს მანჰეტენში არსებულ საკათედრო ტაძარს რომელიც მდებარეობს მეორე ავენიუზე
მივაბრძანე ჩვენი ხატი, ესე წოდებული მთავარანგელოზის ხატი. გადავეცი საჩუქრად მთავარანგელოზობის დღეს და მაშინ იყო ზუსტად მამა კრისტოფერმა შემომთავაზა, რომ მე ხატწერას დავუფლებოდი პროფესიონალურად. იქ იყო საკვირაო სკოლა ხატწერის, მაგრამ რატომღაც აი ჩემი სურვილი როგორც კი გამოვთქვი, მეორე კვირას სასწავლებრივად გაუქმდა ეს სკოლა. ამიტომ დავრჩი ესეთი უსწავლელი. სხვა შტატში იყო მცდელობა, მაგრამ სხვა შტატში ფიზიკურად არ შემეძლო გადასვლა და აქაც არ მაქვს იმდენი დრო, რომ დიდი სიამოვნებით მივებარებოდი რომელიც შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ეს ღვთისმადლით და ნიჭით ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი ნამუშევრებია. ამ ყველაფერთან ერთად არ შემიძლია რა აღნიშნო ის, რომ 2006 წელს თქვენ არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნეთ ერთობა და მინდა აი ამ მიმართულებით თქვენს აქტივობებზე ისაუბროთ. რაც შეეხება ერთობას, ეხლა ცოტა უფუნქციონიროდ ვართ, მინდა ამას ხაზი გავუსვა, რადგან ხელი შეუშალა ამას სხვადასხვა პოლიტიკურმა თუ არაპოლიტიკურმა ძვრებმა, მაგრამ იქაც ამერიკაში რა თქმა უნდა ყველგან ერთი და იგივე სისტემა, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ორგანიზაციის იმ დამფუძნებელ წევრებს, რომლებიც მხარში მედგნენ. ეს მართლა წარმოუდგენელი იყო. მე მახსოვს ერთ-ერთ საიტზე სურვილი გამოვთქვი ამ საქმიანობის, რომელიც მე მინდოდა მეკეთებინა და ძალიან ბევრი მხარში დამიდგა. ეს იყო ფინეთი, იტალია, ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია და ყოლა უცბად შევიკრიბეთ საფრანგეთში ქალბატონ ნინო ხარბედიასთან, უკარგეს და უძლიერეს პატრიოტ ადამიანთან და აი აქ შევხვდით ერთმანეთს. პირველად ეს ემიგრაციაში მყოფი სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული ქართველობა, ჩავეხუტეთ ერთმანეთს, გავიაზრეთ ერთმანეთის ნააზრევი, დავაარსეთ ეს დაიწერა წესდება ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ხალხი გავიცანი. ალბათ ემიგრაციაში ვარ ყოფილიყავი, მე ამ ხალხის გაცნობის შესაძლებლობა არ მექნებოდა. ჩვენ ახლა დიდი ვერაფერი ვერ გავაკეთეთ გარდა იმისა, რომ აი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულთათვის შევძელით ტვირთის გამოგზავნა, თუმცა ამაშიც ძალიან დიდი ხელისშემშლელი პირობები იყო, ტვირთს არ იღებდა საქართველო, არ მინდა შევეხო რაღაც გასაგებია. გარკვეულწილად რა საკითხები იყო აქ პრობლემატური, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დღეის შემდეგ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება და მოგცემენ საშუალებას, რომ საქართველოში ეს დახმარების ფონდი ავამუშაოთ. თემა მინდა გკითხოთ, როდესაც საუბრობთ ხოლმე ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, რატომღაც ისეთი წარმოდგენა ეს ალბათ სტერეოტიპული, რომ ყველანი გადასარევად გრძნობენ თავს, რომ იქ ისვენებენ, არა და რეალურად თუ ნახავთ და მოусმენთ ამ ადამიანებს, სერიოზულ შრომას დებენ ისინი ყოველდღე იმისთვის, რომ აქ მათ უკან ოჯახებია ფაქტობრივად, ერთი ადამიანი შეიძლება ინახავდეს არაერთ, არამედ 5 ოჯახსაც კი. მოგვიყევით მათი ყოველდღიურობა, ჩვენი ემიგრანტები როგორ ცხოვრობენ იგივე ამერიკაში. ისა ძალიან არ მეყვარს ეს თემა. იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ჩემთვის. მაგრამ მაინც ერთი სიტყვით მინდა აღნიშნო, რომ არ არის ამერიკაში ის ცხოვრება, როგორიც აქედან ჩანს. ბედნიერი. ანუ სადაც არ ვარ, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად გამართლებულია ეს მოსაზრება. ამერიკაში ძალიან მძიმე ყოფით უწევს ხალხს ცხოვრება. რა თქმა უნდა, პირობები ძალიან კარგი იყო საქართველოსთან შედარებით, ეკონომიკური დონე მაღალი, მაგრამ ამ გარკვეული წლების შემდეგ განიცადა კატასტროფა ამ ეკონომიკამ და ძალიან დაეცა ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება ქართველ ემიგრაციას, ორ ეტაპად შეიძლება დავყო. პირველი ეტაპი, რომელიც ძალიან მძიმე შრომით და ფსიქოლოგიური ზეწოლის ნიადაგზე მუშაობს და ინახავს აქ მყოფ ოჯახებს, მეგობრებს და სანათესაოს და მეორეა, რომელსაც გაუმართლა. ისე რომ არ შეიძლება იმათი ბედი ინატროთ, იცით? ძალიან მძიმეა იქაური ხვედრი. მე ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელმაც თავი მოიკლა ემიგრანტმა, ეგონა სულ სხვა სიტუაცია საქართველოში და ჩამოსვლა რომ დააპირა, აღმოჩნდა აბსოლუტურად რადიკალურად შეცვლილი მდგომარეობა და ვერ გაუძლო ამ სტრესს და მოიკლეს თავი.
ისე რომ არ მინდა ამ თემას შევეხონა მეტანი. თეა, შემიძლია ჩემი მეგობრების მაგალითები მოვიყვანო, რომლებიც ემიგრაციაში არიან და როდესაც ისინი მიდიოდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ძალიან მალე დაბრუნდებოდნენ. ეს ზოგადად ესეა, ხო, ყველა ვინც მიდის ამბობს, მაგრამ მე ისინი აღარ ბრუნდებიან. რატომ ეს ხო, აი მაინტერესებს რატომ ეს აგვიხსნა, თუმცა ეს ნოსტალგია სულ არის და ნებისმიერ დროს მათი ჩამოსვლა მათთვის ჩვენთვის რასაკვირველია დღესასწაულია. ეს რატომ ხდება და პირადად თქვენ დაბრუნდებით სამშობლოში? რართული კითხვა. იცით რა არის? ალბათ გიფიქრიათ ამაზე როდესაც. არ მიფიქრიან, ეს არის ჩვენი სუნთქვის სისტემა. დიახ. ანუ ეს არ არის რომ რაღაც მომენტში დაფიქრდე და რაღაც მომენტში დაგავიწყდეს. ეს არის ჩვენი სუნთქვის სისტემა. არ შეიძლება სუნთქვის გარეშე იყოს. როცა მიდიხართ, ხო, ამბობთ რომ ძალიან მალე დაბრუნდებით, მაგრამ აღარ ბრუნდებით. კი, ეს ასეა. ასე ნებისმიერი ამერიკაც ასე ვეყავი. ნებისმიერი ქვეყანა რა. დიახ. მიუხედავად იმისა, რომ 6 თვიანი გასტროლებით მომიწია წასვლა, მე 3 თვეში უნდა დაუბრუნებულიყავი ჩემი აქ არსებული მდგომარეობის გამო, იმიტომ რომ ანსამბლებთან ხელშეკრულება მქონდა დადებული, ფილარმონიასთან უნდა დამედო ხელშეკრულება და მე ნამდვილად არ მაწყობდა საზღვარგარეთ დიდი ხნით გამგზავრება. 6 თვიანი 3 თვეში უნდა დაუბრუნებულიყავი. მაგრამ რა არის იცით, იქ არ არის ის მდგომარეობა, რაც შეიძლება აქედან წარმოიდგინოს კაცმა. მე პირადად მომიწია ანსამბლთან ერთად ჩემი სურვილის და მიუხედავად დარჩენა იგივე ჩვენი მეგობრები იქ დროის ფაქტორი ძალიან შეზღუდულია. ვერ გრძნობთ როდის გარბის რომ მე მგონი რომ ორმაგად აჩქარებულია იცი ერთს გაეცინა და სასაცილოდ მიიღო Facebook-იდან ამოვიკითხე ერთ-ერთი საზრი რომ თქვენო არანორმალულები ხართ თუ ამერიკაში მყოფები ამას რო ამბობთო მაგრამ მართლაც ესეა როდის ღამდება როდის თენდება ვერ იგებ იმიტომ რომ საგიჟეთია იქ ცხოვრების სტილი და ტემპი არის საშინელი სისწრაფით მიდის ისე რომ დაღემება და გათენებას ვერ ასწრებ ადამიანი და რა არის ისიც იქ როდესაც უკვე აეწყობი და ხვდები რომ შენი იქ ყოფნა ეხმარება აქ მყოფთან ეს გაჭირვებული მდგომარეობას პირველი მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის რომ აღარ გეთმობა ამ ხალხის ისე დიახ ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენი დრო იწურება ფაქტობრივად და ბოლოს ისევ ღონისძიებაზე მინდა ვისაუბროთ რა დახვდება ხვალ ჩვენს იგივე მსმენელს დილიდან მოუწოდებთ რომ მოვიდნენ ვაანონსებთ მოკლედ როგორ იქნება ხვალინდელი დღე არ შემიძლია ამაზე რამე ვთქვა, არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ ძალიან დიდი მუსიკა, იქნება თქვენი ლექსები ბუნებრივია. რომ მსმენელი და მაყურებელი ნინო იქნება მეონარგია კიდე. უდიდეს სიამოვნებას პირველ რიგში ჩვენი წამყვანი, რომელიც ჩემი მარჯვენა ხელია და ფაქტიურად მასზე ვარ დაყრდნობილი. მე აი როგორც მაშინ მე ვეთქვი პატარა ბავშვი ძალიან საინტერესო და ნინოზე ძალიან ლამაზი სანახაობა ერთია რომ ეს იქნება რასაკვირველია პოეზიის ტრიუმფი და ის რომ ძალიან საინტერესო სანახაობა ხო ასე რომ ეს იქნება არა მარტო წიგნის პრეზენტაცია ეს იქნება საღამო კი ბატონო და ეხა მოდით ერთი ლექსი თავად ავტორმა წაგვიკითხოს თემ და ამით დავასრულოთ დღევანდელი ეთერი მინდა ერთი სიტყვით კიდე ვაცნობა მსმენელს რომ ჩემთვის ძალიან ახალი და უსაყვარლესი ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე ჯგუფი ურსა. ქალბატონი ელდინო საღარაძე იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც პატევს დაგვდებს და წაიკითხავს შემლექსებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ჩემს მეგობრებს, რომელთაც ყალობითაც შეიქმნა დღეს ეს წიგნი. და დღეს ვარ პრეზენტაციაზე და თქვენი ეთერის დიახ სტუმარი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უერთგულეს მეგობარს მაია საბანაძეს მაია რომ არა მე დღეს აქ არ ვიქნებოდი და არც წიგნი არ მეკითხებოდა საერთოდ დროს უერთდები მაია გვიყვარხარ დიდი მადლობა გვიყვარხარ ერთი ლექსი და დავასრულეთ იმიტომ რომ ფაქტობრივად ამოიწურა ჩვენი დრო მაშინ წაგიკითხავთ ისევ სამშობლოს თემატიკაზე. დიახ. მე შენს ქუჩებს ფეხში შველი შემოვირბენ, ჩემო თბილის ქალაქო. ჩემო ჭაღარამთა წმინდავ, სასუფეველო წმინდანთა ჩემო სულის მალამო. ვენაცვალე შენს მთაველებს, სილამაზე თვალს მეტირა ვანახო, უცხოეთის ცის ქვეშეჩიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო.
უფლის წმინდა ტაძრებად და სალოცავად აღმართულო ალამო მითხარ შენი სილამაზე გულში ჩუმად როგორ უნდა ვატარო როცა იქნეს მივიცვალო ჩემი ნეშტი შენს თბილ მიწას მინდა რომ მიაბარო ჩემი სული საქართველოს ცის ლაჟვარდზე ატარო მე შენს ქუჩებს ფეხში შველი შემოვირბენ ჩემო თბილის ქალაქო უცხოეთის ცის ქვეშეჩიც მონატრებად მოვლენილო ზღაპარო Bravo. ეს იყო თეა კანდელაკი. ხვალ 5 საათზე შეგიძლიათ საჯაროში სწორედ თეას ციგნის პრეზენტაციას დაესწრო. ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები ასე ქვია ამ გამოცემას. ჩვენ ამით ვასრულებთ დღევანდელ გადაცემას. გემშვიდობებით ორ შაბათამდე და იმედს ვიტოვებ რომ მადლობა თქვენ და მსმენელს მემშვიდობები. აბადროებით. იმედს ვიტოვებ რომ ძალიან საინტერესო შაბათკვირა გექნება დაისვენეთ მაქსიმალურად მომავალ მოსმენამდე. ნახვამდის. დილის სამინისტრო რადიო იმედზე